ესე იგი ხალხო ახლა უნდა გავაკეთო ის რაც ყველა მეტად რომ ეს სიკვდილება და არ მიყვარს. ეს ანუ დავლაგდება ტანსაცმლის ყველაზე მეტად ეს არ მიყვარს, აი ყველაზე მეტად ჭურჭლის გარეცხა ამასთან შედარებით უდიდესი სიამოვნებაა. და მინდა გადავდო ისეთი რაღაცები, რასაც არასოდეს არ ჩავიცნე. და ისეთებიც, რასაც მაგალითად შემოდგომამდე არ ჩავიცნე, მაგრამ შემოდგომაზე ჩავიცნე. ასე. განსმინება სხვა სიძვილი, მაგრამ რაღაცა ფანტასტიურად ცივა და რატომ ცივა არ ვიცი, შეარჩია შორტი მეცვა, აი შორტი მეცვა ხალხო და ისე შემცივდა, ისევე გავიხადე შარვალი ჩავიცე. არ ვიცი. რატომ? პანის ვინი მოვიყარე. ყველას მოგესალმებით, ჩემო საყვარლებო და ჩემო ძვირფასებო. ეს ვიდეო გადაღებულია გუშინ 4 ივნის, დავახმოვანებ დღეს დილას 5 ივნის. დილის ვლოგი უკვე გადავიღე, მაგრამ ჯერ მინდა რომ ეს ვიდეო გავახმოვანო და აგიტვირთოთ, იმიტომ რომ ქრონოლოგიურად ასეა სწორი. როგორც უკვე გითხარით, გადავწყვიტე რომ დავალაგო აქაურობა და ეს არის ხოლმე ჩემთვის ისეთი რთული გადაწყვეტილება, რომელსაც რა ვიცი, 1-2 თვე ამის დალაგება მინდა და ვერაფრით ვერ მოვახერხე. ხო, ეს ADHD-ის ერთ-ერთი მხარეა. არა და იმდენად სწრაფად გავაკეთე ეს ყველაფერი, რომ მეტი არ შეიძლება. ვიდეო კი 70 წუთიანი იყო, მაგრამ მარტო ტანსმლის დალაგება არ ყოფილა ამ ვიდეოში. ხო, ავაჩქარე და აი ასე 28 წუთამდე დავიდა, ხო და აქ იქნება ყველაფერი პატარა მინი დეფილე, კაბა ჩემი წინა ცხოვრებიდან. და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მოკლედ. ეხლა რას ვაკეთებ? და ეს არის შარვალი, რომელიც აღარ მეტეოდა. ანუ 56 კილოზე მეცვა და ეხლა ვარ 57 ნახევარზე მეტი. თუმცა კიდევ უფრო მეტი ვიყავი. მე მოგიყვებით მაგას. და ყოველდღიურად ნელ-ნელა მოვდივარ ქვემოთ და ამიტომ გავბედე ამ შარვლის ჩაცმა და ჩამედია და თან კომფორტულადაც ჩამედია, მაგრამ აი ეს შარვალი მეცვა უფრო ნაკლები 56-ზე ქვემოთ ნახეთ. არ მეტევა ერთი ადგილი. ხო, აი ეს შარვალი არ მაქვს ხა კარგად, ისე რომ ხა ჩაიცვა და ამითია რომ არ მაქვს. ნახეთ, ძლივს. ხო და რო შევიკარი. კიდე გაი არ მოძრა ეს. ნახეთ, პუნტულები, ჭრელიათას ფერადი. ხო და აქ ჩემ თავს პირდები, ჩემს უძვირფასეს თავს რო შარვალი მეკრება ულამაზესად და არა მარტო აი ნახეთ აქ პირდები, არა მარტო ულამაზესად, არამედ ჩამძვრება კიდევაც. და აი თქვენ ხართ ამისი მომსწრე. ეს საკუთარი თავის სიყვარული იყო. საკუთარი თავის ტკბობა, რაც ძალიან ძვირფასია ჩემთვის. ხო და ეხლა ვაგრძელებთ. ესე იგი მაქვს აქ ქვედა მხარეს შევალაგე ტანსაცმელი, ანუ შარვლები და შორტები მინდა რომ ცალკე მქონდეს. გამოვიღე აი ეს მაიკა მაგალითად XS-ია და ჯერ არ ვიცმევ და მინდა რომ XS-ის ზომა როცა იქნება ჩემთვის ულამაზესი მაშინ ჩავიცვა და მაქვს ტანსაცმელი რომელიც ძალიან მიყვარს, მაქვს ტანსაცმელი რომელიც დიდად არ მიყვარს, აქ ზამთრისებს ვალაგებ, იმეებს არ ძალიან მიყვარს. ხო, მაქვს ისეთები რომლებიც ძალიან კარგია რეალურად, მაგრამ მე არ მიყვარს, არ მიხდება და ჩემი სტილი არ არის და ანუ არ ვიცი რა ვუყო. ანუ ისე ვიღაცას ვერ მისცემ მაგას და არ ვიცი რა ვუყო მოკლედ. და მოკლედ აი ამ ყველაფერს ვახარისხებ, ვაწყობ, ეს არის ულამაზესი ლიფოჩკა, აი ულამაზესი, აი მართლა პრინცესასია რა. ხო და აი ამაში რაც ვაწყობ ამ იმაში
კატიან პარკში ეს ხელთან ახლოს უნდა მქონდეს, რომ დამჭირდეს, მაგალითად შემოსაცმელი და რაღაც გამოვიღო. ესეც კაბები წინა ცხოვრებიდან 52 კილოზე რომ მეცვა ხოლმე, აი ეს ვიყიდე ერთ-ერთ კორპორატიულ საღამოზე წასასვლელად და ჯამში მე სხვა კაბა ჩავიცვი, რომელიც უფრო მეტად მიხდებოდა, იმიტომ რომ ეს დიდი მქონდა. და ახლა ეს კაბა დიდი აღარ მაქვს ხალხნო. ახლა ეს კაბა მაქვს ძალიან კარგად, მაგრამ ისევ ცოტახანში დიდი მექნება. ნახეთ, ზედა აქვს იარლიყი, ანუ არასოდეს არ ჩამიცობს გარეთ, იარლიღიც არ. ჩემი არის ერთი დაიშაჭა. 169 ლარიანია. ხო, აი კერძაძლივ ჩამოვიდი. და ყველაზე მთავარი რა არის, იმიტომ ჩამოვიდი ერთლის, რომ კი გავხსენი უკან ღილი და მეგონა რომ მარტო ღილი ხონდა, მაგრამ გახდის დროს, როცა ისე უკერძ ვეღარ ვიხდიდი, შემამჩნი უკან ზმეიკა აქ, ხალხო, უკან ზმეიკა აქ და მე კიდე ესე ვაპირებდი ჩაცმა გახდას. მე როგორ მომწონს ჩემი თავი, ხო ვერ წარმოიდგენთ ეს სიმღერა ამყვა. ხო ნანინა თუ რა ჯანდება TikTok-იდან და მთელი დღე ამას ვღეროდი, გაბრჩებული კასეტასავით, არ ვიცი თქვენ გაქვთ თუ არა, ასე მეც მიყარხარევიდე. ესეც ფეხსაცმელი რომელიც ინკორპორატიულზე მეცვა ერთხელ და სიმართლე გითხრათ, აი წარმოდგენა არ მაქვს როგორ დავდიოდი ამ სიმაღლეებზე. აი რო ჩავიცვლე გავიარე, იქით გავედი რომ მეჩვენებინ არც ბავშვებს, არც იკას არ უნახავთ ჩემი თავი ასეთი ამას აქში უკვე თორე იქამდე ბავშვებს როგორ არ უნახივარ. და მინდოდა მეჩვენებინა ჩემი თავი ამ კაბით ამ ფეხსაცმელით და ესე იგი პირველი რამდენიმე ნაბიჯი კინაღამ გადმოვარდი. ძალიან მაგარიც არ არის, მაგრამ აი საერთოდ გადავეჩვე ქუსლებზე სიარულს. არა და ადრე სულ ქუსლებზე დავდიოდი და რა ვიცი. დრო დამჭირდა ბალეტკებით სიარულს მივჩვეოდი. ჭორლია მეუბნებოდა რომ მე ისეთი ტანი მაქვს რომ არ მიხდება უკუსლო ფეხსაცმელი და არც ბოტასი და ისე დავამთავრე სკოლა რომ აი ვემუდარებოდი და ძალიან მინდოდა სხვა ბავშვებს რომ ეცვათ ხოლმე ეს ბოტასები და კეტები და რაღაც ბალეტკები და მე არ მქონია, იმიტომ რომ მეუბნებოდა რომ შენ არ გიხდებაო. ხო და მოკლედ რავი. და აი ასე ძალიან მომწონს აქ ჩემი თავი, კაბები, მაგრამ ვიცი რომ ეს ძალიან შუალედურია და ძალიან მალე ეს კაბა ისევ დიდი მექნება და ანუ იმიტომ ჩავიცვი ეს კაბა რომ ვუპირებდი მეთქი ხომ არ გადავდო მეთქი რა გასაცემად, მაგრამ თან მენანება, თან მგონია რომ ვაფშე გასულია ახლა ამის სეზონი, მაგრამ ხა მე ხო მაგას არ ვუყურებ. აი აქ ძლივს გავიარე. ხო და თან აი ჩემი ფეხები აი კაბაში ამ სიგრძეში ცოტა ამაზე მოკლეში და ამ სიგრძეში ძალიან მომწონს ჩემი ფეხები, ესეთი ფეხსაცმელი ხო უზომოდ მიხდება. ხო და რა ვიცი, მე ძალიან მომწონს ყველაფერი. ევა მოვიდა, ევა მითხრა და ეს beautiful ესა დრესო და ლამაზი ხარო, ლამაზი ფეხსაცმელი, ანუ ყველაფერი შეამჩნია, ყველაფერი აღნიშნა. ევამ საერთოდ პირველად ნახა დედიკო ასეთი და მინდა რომ დავალ ჩემს წონაზე, რომელზეც მინდა რომ დავიდე და ეხლა აუცილებლად აი ყველაფრის ფასად დავალ იმ წონაზე, რატომაც ჩემია და სადაც მე ჩემ თავად ვგრძნობ, აუცილებლად დავალ მან და როცა მან დავალ, მინდა რომ ვიყიდო კაბების სხვადასხვა შემთხვევებისთვის. ანუ ეს იქნება უბრალოდ დაბადების დღე, ეს იქნება ქორწილი, ეს იქნება ღმერთმა ყველა დაიფაროს და პანაშვიდი თუ რა იქნება, ანუ ყველა ვარიანტისთვის მინდა რომ მქონდეს ლამაზი კაბები და ერთ-ერთი პირველი ლამაზი შავი კაბა მინდა რომ ვიყიდო, აი პატარა შავი კაბაო რომ ამბობენ ეგეთი. ხო, აი ასეთი წელსტრენდულია ესეთი ისინი ქვედა ბოლოები აბრეშუმის და ვუყურებდი, მიხდება თუ არა თქო და მე მგონი ეს სიგრძე ხა რაც იდგა რა სიგრძე და ძალიან მიხდება. ასეთი არა. აი ასეთი ხო ქვემოთ როგორც იდგა თავიდან ძალიან მიხდება, თან ჩემს აი ქალთებზასავით ტანს ვაფშე ძალიან უხდება. ხო და აქ ისევ გადავიქეცი კონკი. ბიბიძი ბუგახტა 12 საათი. ხო, აქ გაჩვენებთ ეს ზარასია ესი ზომა და ფასი არ ჩანდა 169 ლარიანია. ვიყიდე რა ვიცი. თორნიკე და ანდრე პატარები იყვნენ მაშინ. მაშინ ვიყავი 50 კილო. და ეს იზომ და ეს არ მქონდა ესე ლამაზად იმ წონაზე სხვათა შორის და ამ კაბით შუალედურ წონაზე თუ ჩავიცმევ და მე ისევ ალბათ არ მექნება ლამაზი, იმიტომ რომ ეხლა როგორც მაქვს ესეა ლამაზი, ანუ ტაძე უნდა გქონდეს რა მომდგარი ეს თუ გაშვებული გაქვს ამას მთელი სილამაზე და აგარგული აქვს. ხო ხტებით. ევა და ბონი ჩემი მუდმივი ისინი არიან თანამგზავრები, მე ეს ჩემი სიმღერა ევა საყვა, ევა მღერის და მონკატესტიცა ბედნიერი საყვარელი საღამო გამოვიდა და სხვათა შორის ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე ამ პროცესისგან. მინდა გითხრათ.
ეს ვიდეო გუშინ საღამოს შევაერთე ავაჩქარე მივჭერი მოვჭერი რა ვიცი ხო და რო ავაჩქარე და გადავხედე გახმოვანება და მქონდა დარჩენილი და ვფიქრობდი რომ აი რა კაი იქნებოდა ცხოვრებაში შეგვეძლოს ესე ავჩქარდეთ 10x-ით 20x-ით 100x-ით და ესეთი სისწრაფით შეგვეძლოს რომ საქმე გავაკეთოთ ძალიან კაია ავიოთან მიცნობდი შეგით დავდიოდი და მე მოტეხილი დამხვდი მე მოხდი უცხო აუ მოტეხავ ეს და მოტეხილის რა მეტყობოდა იცი მოხდი ნახე რა ხალი ვარ მარიამის გამოგზავნილი რაღაც რუღაცებიც ამოვიღე რაც უფრო დიდი ასაკისა და ვერ ჩაიცმევს გადავდა ესეც შევინახე რადგან ევას ჯერ ცალკე საწოლი არ აქვს ძალიან დიდი ხანი მიჯოდა ამის შენახვა და აი როგორც იქნა საშველი დავაყენე და პატარა ჟირაფ უკავ იპოვე რომელიც ევიტუნას წავუყვანე იქ ქვემოთ გასაცემი ტანსაცმელი მაქვს და იქაც მოვიდა ესენი გასარეცხები ეს უმაგრესი ის არის ის 170-იანი და ეს 200 რაღაციანი 300 ლარი ყოითებს 1200-1500 მაგრამ როგორ დიდი პროტეინის დაიმშვიდობებელი აი ეხლა მე და შენ უნდა მოვილაპარაკო აი ესენი არ მინდა რომ აქეყაროს მოვილაპარაკო ხო რა აი ეს თარა ხო შენი აი ხო ანუ რაღაცეები მაინც ცოტა მედება გარეთ ხო შეგიძლია რომ ანუ ვიდეოს რო ვიღებ პირდაპირ ის კაი გამოფენილი იქ ხო ანუ ამას შევძებ ან აქ დადე რაც მაინდა მაინც გინდა არა მაინც ამას შევძებ უკვე აი რაც ყველა ვარიანტში და აქ ურე აქ შეგიძლია და რაც ყველანში იქ არ გამილაგო ეხა საფლამულია სულ ვერ დავალაგე იქაურო ძალიან მომწონს ეს ვიდეო ზოგან აჩქარებული ზოგან შენელებული ზოგან გახმოვანებული ზოგან ბუნებრივი მე რამ ხელად კაფე თანამედროვე უყურე რამდენი რამე ჩავყენე თანამედროვე კაფეში ამის ნახევარი ასეთი და ვიწროებია რა შეიძლება ვიწრო ამ აქ არის იქ არის აგეთქვე მოთხარი ზედა აუ დარაფერი არ მოვაგაცო არ ჩამომიყარო ეხლა არ ჩამომიყარო სადა შენ გაუდია ტონა რაღაც ჩემთან დაწვია მე რა მოხდა კაცო რა მოუვა მე არის ეს საკუჟი აპირებ მაგის ჩაძო ესენი ცალ მინდა მე სადაგე ჩაკდებულა ეს ნასკები ცალ მინდა და არცა ესენი вообще как ყველაფერი ავალაგო ეგ вообще камерაში რეგინა სამი შედი Oni rage ruti. Ager. Nache просто. Aka. მე სადაც მოყვას. შენაკოთ. Aka გოცი მიდი. არ მინდა ის. Oni გლიაში სულ. ვაი თუმე. Oni სოფი. Ოფიანი და oni შიცულა.
დამოისუნთქა ოთახ. ეს დაიმახსოვროთ, რომ აი ახდეთ. მოკლედ რაც მე აქ რაღაცეები ჩავტენე და შევტენე, პროსტა არ ვიცი, ერთი კაბა დამეკარგა, ის შავი კაბა, რომელიც მაშინ ჩავიცვი, რომელიც ძალიან მიხდება და ძალიან მიყვარს და ალბათ ჩემოდანში მაქვს აი სოფიას ნაჩვენე ჩემოდანი, რომ ალბათ იქ მაქვს ბოლო იმედს მანდ ვიტოვებ, ხო? ამ კარადაში დიდხანს შენახულო რაღაცა საშინელი სუნი ასდის ხოლმე და ეგენიც გამოვიღე, აქ გასარეცხები მაქვს ჭრელი ცალკე, შავი ცალკე, ის ცალკე, ეს ცალკე. ეს პარკები, ფეხსაცმელები, რა ვიცი, რაც არის, ესენი უკვე გავატანინე ბავშვებს. ხო და დავიცოთ ახლა აი ისეთი განცდა მქონდა რომ ამოიცნო რაღაცნაირი ჰაერი გაჩნდა თითქოს ოთახში. ერთი ეს ტანსაცმელები მაქვს ახლა ეს 4 დიდი პარკი მაქვს. საკმაოდ კაი ტანსაცმელი და რომელიც არ ვიცი რა იმას ქნა რა ბეცეტიო. ნუ ალბათ აკასთან წავიღებ რადგან სხვა არ ვიცი. ბონი ისე საყვარლად ყებს, ისე საყვარლად რომ მეტი არ შეიძლება. ვის უყება ბონიკა? ჰა? ვის უყება ფისო? ბატონო. რა ჩემო სიყვარულო? ჰა? რა დე? ეგ უნდა გადავაგდოთ ე. თქვენ გონიათ დავასრულე, ეხლა ხო დავალაგე ერთი საძინებელი და ვალაგებ სამზარეულოს, ну, აი დაალაგებაც არ ქვია ზედაპირულ დონეზე, რომ ესე მიყრილ-მოყრილი არ იყოს და გასარეცხი რაღაცეები.
ხო და ზალა ის რაღაცია გადანგრევლა. ზალის თავი არ მქონა. ზალა დღეს უნდა დავალაგო. ხო და აი პაპაჩემი მართალი იყო, იძახდა არ უნდა ქალს დიდი სახლიო. და ჩემს უნდოდა ლიას რო აი დიდი სახლი და რაღაც და პაპაჩემი ამბობდა რომ აი ქალიო მე მთელი ცხოვრება იმ დიდი სახლის მოსამსახურე უნდა იყოს და რა თუნდაო, კონდეს პატარაო და მართალი იყო. ვითანხმები. ძალიან კაია დიდი, მაგრამ აი მაშინ მართლა არ უნდა მუშაობდე, არაფერს არ უნდა აკეთებდე და შენი საქმე ეს უნდა იყოს. ისე თუ გიყვარს და გსიამოვნებს, ძალიან სასიამოვნო პროცესიც არის, მაგრამ თუ შენი გონება სხვა რაღაცებით არის დაკავებული და ცდილობ რა ჩქარა გააკეთო, მაშინ ნერვებზე გირწყავს რა და თუ ნერვებზე გირწყავს, მე უკვე სიამოვნებას ვეღარ იღებ და სიამოვნებას რო ვეღარ იღებ, მე გავებული ხდები და გავებული რო ხდები, მე ოჯახის წევრებზე ანთხევ და ძალიან ცუდი რაღაცაა. თუ არა და ზოგი სოციალურ ქსელებზე ანთხევს. რა თქმა უნდა, ეხლა ყველაზე არ ვამბობ. მე მყავს ძალიან ტკბილი, ძალიან საყვარელი მაყურებლები. ჩემი ირმა, ჩემი ნინო, არა, ყველას არ ჩამოვთვლი, იმიტომ რომ ვიღაცა ყველა ვარიანტში გამომრჩება. ქალები, რომლებიც არიან ზედია სახლისები, ყველაფერი აქვთ მიწკრიალებული, არიან ძალიან აქვთ ოქროს ხელები, ოქროს გული და ძალიან ტკბილები არიან, ძალიან კარგები არიან. ასეთ ადამიანებზე არ მაქვს ლაპარაკი, მე ვამბობ, რომ აი ადამიანებზე ვისაც შეიძლება სახლი დალაგებული აქვთ, მაგრამ ენა და გული აქვთ, აი რა ვიცი, ისეთი ჩაბინძურებული, ასეთი საერთო საშუალება რო არ უშუალო. ორემ მოდი მართლა აი ამას დავუვიდა. ისა ის ნები ჩემი ხალხს რა. არა პრობლემა. არა ნაირი. არ უნდა წინ, просто ის ხალი ვარექაზე. მე მაგას უნდა შელეში გარეთქან და ხათმის წაზე. გაურის გაურის. ეს გონია თავზე ეს მაგჩართული. ჩავთი. ისაც აიღე ის ბანკა და ის მომენტი შეხვდი. ეგ ბანკა ის შეხვდი. რატო ეს არის კრიტიკაციური სასაუჯალ მაგასაც თავზე მაქსიმალი უნდა მაგრამ შენ გარეთი არის შაუ ნუ თავგასა აი გონა ხო ესაა იდეალურადა. არა, ეს რომა. მარიამა რო გამომიგალა ერის სასწმელები 1.27-ია და დანარჩენი 2.28. არა, ამას 30-ია.
ტექნიკურად ხომდეს. ესეც მაშინ მაღალი გოგო უნდა გაიზარო. ბოქსა არა თქვა ეხლა ეს მაღალი უნდა გაიზარო. ეს პლანია ეგრეთ პლანა. ამოდე აფექტი გოა მაღალი. ჩემი ნახევარი ემარა. არა მე 55 მე მე ხუთი კლასამდე ყველაზე მაღალი ვიყავი კლასში და ფეხი ყველაზე დიდი მქონდა 27 მქონდა უკვე 27 მქონდა მე გავჩერდი რა შო მე თავგასაც მოხდე მართლა თავგასა აი სადღაც პასი გამოაჩინე და ნაგავშავა ავშერი რასა სულელი და თავი ლეგენდარული ვოკალი მამკა ამ სტილოს ეხა ფასიანია და ასეთი პაჭკარა. მე რა თქმა უნდა და გავხავსო Go. სუქჩი გამოვავლე ხარი არ უნდა Agila juega ეს ხალი ვისი? ჩემი ხელი არა დავას. ხელი არ დაედოს იმედიში გაშაყავი რამე რა ჩავყავი? ისა ხელია და რა ხელი ჩავყავი, როდი ხელი ჩავყავი. აი და შემთხვევით ბონისის უყიდე ნახე დიდი ჯამი შეყავყავი. ის ჯამში ხედა ხომ ჩაღლებს უყურე ნახე და პული ხშირად უნდა გამოეთვალო ეს ხოზო იმას ჭიანჭველები დაესავა მაცივარში თუ აჩადეთ მან ჭიანჭველები დადის და ნახე რო უყურებ აი შვიდა აუ უყურებ გას ბიჯავს